აი რაც შეეხება პატიმოყვარეობას, აქ ცოტა უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ის ისე ფარულად მოქმედებს, ისე მზაკრულად, ის ხომ დემონური სულია, ისე გვატყვილებს, ისე გვაბრუებს საკუთარი სიმართლით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თითქმის ყველა, მოდი ესე ვთქვათ, აი მის ესე ხაფანგშია გაბმული, მისი ბანგით არის მთვრალი, ეს მოცემულობაა, ეს რეალობაა და ეს ყველას გვჭირს, მებოდადები, ყველას გვჭირს. ადამიანი როცა ამას ვერ ხედავს, ძალიან ცოდოა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, ფხიზლად ვიყოთ, დავინახოთ, არ გამოგვეპაროს, თორე შეიძლება მთელი ცხოვრება 8 წელში გაატარო. ღვთისმსახურებას გიყვარდეს, ლოცვაც გიყვარდეს, ზიარებაც, ყველაფერი, ღვთისმეტყველებაც. და პატივმოყვარეობაში გამოკეტილი გარდაიცვალო სიკვდილისაგან სიკვდილში, ანუ ჯოჯოხეთში. იმის გამო მხოლოდ, რომ ვერ განთავისუფლდი პატივმოყვარეობისაგან. იმიტომ რომ შენ როგორც არ უნდა იცხოვრო, იმ ქერუბიმზე ზემოთ ხო ვერ იქნები, როცა პირდაპირ უფალს ჭვრეტდა და ადიდებდა და ეშმაკად იქცა. აი რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ მას აღემატებოდეს შენი მდგომარეობა, გესმით რა შეასრულე. აი ამ პირუტყული და დემონური მდგომარეობიდან გამოსulis ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობა არის ვიყოთ მუდამ განცვიფრებულნი იმით, რომ ვართ ამ ყოფიერებაში მოვლენილნი, შექმნილნი, როგორც ადამიანები, როგორც ქმნილების გვირგვირნი. ცხოველს არ შეუძლია განცვიფრდეს, გაუცდეს. აი ადამიანს შეუძლია განცვიფრდეს. თუ ადამიანმა აი როგორც სიყვარულთან დაკავშირებით რო ვთქვით, თავდაბლობასთან, თუ ადამიანს სიყვარული აქვს, მას უყვარს ადამიანის და ღმერთიც. და თუ ადამიანი თავდაბალია, ის თავდაბალია ყველგან, ყველა მიმართულებით თავდაბალია. ღვთის წინაშე და მორჩილი. ღვთის წინაშეც მორჩილია, მოყვასის წინაშეც მორჩილია. ასე არის განცვიფრებაში. თუ ადამიანს შეუძლია განცვიფრდეს, და როგორ შეიძლება არ განცვიფრდე, როცა ღვთის შექმნილ სამყაროში ხარ, კარგ რაღაცას რო ნახავ, იმით განცვიფრდები ხოლმე და ადამიანის შემოქმედების ნაყოფს რო ნახავ, როგორ შეიძლება არ განცვიფრდე ღვთის შემოქმედებით და როგორ შეიძლება ამოწურო ღვთის შემოქმედება. როგორ? აი პატარა ხოჭო რო დადის, პატარა ჭიამაი რო დადის, თუნდაც ბუზი რო დააფრინავ. დააკვირდით რა, განსაცვიფრებელი რაღაც ქმნილებაა, წარმოიდგინეთ.